მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს ნიკო ნიკოლაძის სახელმწიფოა, მე გიორგი კანცულაია ვარ და დღეს გავაგზავნებთ საუბრებს და ონლაინ ექსკურსიებს ნიკო ნიკოლაძის სახელმწიფოიდან. ამჟამად იწვევთ ნიკო ნიკოლაძის სახელმწიფოს მეორე სართულზე მდებარე გიორგი ნიკოლაძის ყოფილ საცხოვრებელ ოთახში. რატომ? იმიტომ რომ დღეს 12 აგვისტოა. შეგახსენებთ, რომ 1898 წლის 12 აგვისტოს დიდი ქართველის საზოგადო მოღვაწისა ნიკო ნიკოლაძის და მისი მეუღლის ოლღა ალექსანდრეს ასული გურამიშვილის ოჯახში აქ სოფელ დიდჯიხარში სამწუხაროდ ფართო ქართული საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნაცნობი დიდი გიორგი ნიკოლაძე დაბადებულა და ეს ყველაფერი იწყებოდა ასე 1898 წლის 12 აგვისტოს იმ დროისათვის გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, პოლიტიკოს, ფინანსისტს, ეკონომისტს, იურისტს, პუბლიცისტს, კრიტიკოს, ჟურნალისტს და ასე შემდეგ. და მის ევროპაში განათლება მიღებულ მეუღლეს, ოლგა ალექსანდრეს ასულ-გურამიშვილს საერთო შვილი, გიორგი ნიკოლაძე შეეძინათ. გიორგი ნიკოლაძე ნიკო ნიკოლაძის შვილ შორის ერთადერთია, ვინც სოფელ დიდჯიხარში დაიბადა. გიორგი თურმე ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ცნობის მოყვარეობით გამოირჩეოდა. ისი და რუსულან ნიკოლაძე იხსენებს, რომ გიორგის განსაკუთრებული სწრაფვა იმთავითვე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების და მეცნიერებათა მიმართ გამოუჩენია. მამაც ყოველმხრივ ხელს უწყობდა ნიჭიერი შვილის აი ამ ინტერესების განვითარებას. მოგვიანებით 1906 წელს გიორგი ნიკოლაძე წარჩინებით ამთავრებს თბილისის გიმნაზიას. საინტერესოა, მის წინაშე მისი პიროვნების წარმოდგენისთვის გავიხსენოთ, რომ არჩევანი ყოფილა დაემთავრებინა ან რუსულენოვანი სასწავლებელი, რომელიც მაშინ რიგი მიზეზების გამო უფრო პოპულარული იყო, ან ქართული გიმნაზია და გიორგი ნიკოლაძეს ნიშნავ იმისა, რომ მისთვის ბევრი პატივსაცემი ადამიანი მანამდე აი ამ გიმნაზიაში, თბილისის ქართულ გიმნაზიაში სწავლობდა, სწორედ ეს გიმნაზია აურჩევია თავის სასწავლებელად. 1906 წელი გიორგი ნიკოლაძე პეტროგრადში მიემგზავრება. იქ ინსტიტუტში სწავლას აგრძელებს ქიმიური მეტალურგიის მიმართულებით. 1906 წელს, როდესაც მან აბიტურიენტების ანკეტა შეავსო, მაშინ ასეთი წესი ყოფილა, თურმე ანკეტაში კითხვა იყო აბიტურიენტებისათვის განკუთვნილი. თქვენ რომ თავისუფალი არჩევანის უფლება გქონდეთ, რა იქნებოდაო თქვენთვის საოცნებო პროფესია? გიორგის უპასუხნია, რომ მისთვის ყოველთვის საოცნებო ეს წმინდა მათემატიკა იყო, მაგრამ მისი სამომავლო მიზნებიდან გამომდინარე ირჩევდა პროფესია იმას, რაც აირჩია, კერძოდ კი ქიმიური მეტალურგია. რატომ? გავიხსენოთ, რომ ნიკო ნიკოლაძეს და გიორგი ნიკოლაძეს სწამდა, რომ საქართველოში ჯერ აუცილებლად უნდა განვითარებულიყო ტექნიკური და იმდაგვარი ტიპის მეცნიერებანი, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყანაში კაპიტალის დაგროვებას ხელს შეუწყობდა და შემდგომ ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყანაში ფუნდამენტური მეცნიერებათა განვითარებას უფრო უკეთესი სარბიელი მიეცემოდა. 1913 წელს გიორგი თურმე წარჩინებით დაამთავრა რუსეთში ხსენებული პეტროგრადის ინსტიტუტის ქიმიური მეტალურგიის განყოფილება და მას პროფესორად დარჩენა შესთავაზეს. მაგრამ გიორგი პრაქტიკული წარმოების შესწავლით ფრიად დაინტერესებული იყო, უკვე ფიქრობდა, რომ საქართველოში მეტალურგია აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაფუძნებული, ამიტომ თურმე იმ დროისათვის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში არსებულ ცნობილ მეტალურგიულ ცენტრებში ცნობილ მეტალურგებთან გამგზავრებულა და მეტალურგია პრაქტიკულ დონეზე შეუსწავლია. გიორგის რომელიც იქ მუშაობდა ინჟინრად, თავი გამოუჩენია, ჯილდოებით დამოსახურებია თავისი გამოგონებისათვის და არა მხოლოდ საინჟინრო საქმიანობით ყოფილა იგი ესოდენ წარმატებული. იმთავითვე გიორგი ბავშვობიდანვე ქართული პოეზიით იყო დაინტერესებული, საერთოდ პოეზიით და იქვე მას გაზეთი გამოუწია, სადაც ყოველმხრივ ხელს უწყობდა იქაური მუშების თუ ინჟინრების შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პოეზია ვახსენე და გიორგის პიროვნების მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, მინდა შეგახსენოთ, რომ მას ბავშვობიდანვე ბებიის ქეთევან თუმანიშვილის გავლენით
ზეპირად დაუსწავლია შეთავაზთავად ის უკუთავებების გავუსწავლე. 1918 წელს გიორგი ნიკოლაძე სამშობლოში დაბრუნდა და ხდება პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ მასწავლებელი, შემდგომ დოცენტი და შემდგომ უკვე პროფესორი. 1927 წელი გიორგი ნიკოლაძე ერთ-ერთი პირველი ქართველია ყოველ შემთხვევაში ტექნიკურ მეცნიერებათა წარმომადგენლების შორის, ვინაიდან მანამდე მის მამასაც და სხვებსაც მიუღიათ ევროპაში მსგავსი უმაღლესი განათლება, რომელიც სორბონაში გამგზავრებულა და დისერტაცია დაიცვა სორბონას უნივერსიტეტში ფრანგულად, თემით გეომეტრიულ ნავთთა უწყვეტის სისტემების შესახებ. მას თურმე დოქტორის უმაღლესი ხარისხი მიენიჭა უმაღლესი შეფასებით. აი მისი დისერტაცია თქვენ წინაშე გახლავთ წარმოდგენილი. გიორგი ნიკოლაძე შემდგომში პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელი, პროფესორ-მასწავლებელი. საქართველოში ხდება უმაღლესი სამეცნიერო მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თავის დისკმართან, აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილთან, თავის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ანდრია რაზმაძესთან, არჩილ ხარაძესთან და სხვებთან ერთად. გიორგი ნიკოლაძის ნაშრომები აკი დიდი ხნის განმავლობაში უნივერსიტეტებში სახელმძღვანელებლად გამოიყენებოდა. გიორგი ნიკოლაძე საქართველოში ქიმიური მეტალურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელიც იყო. აკი ზემოთ მოგახსენეთ, რომ მისი პროფესია სწორედ ქიმიური მეტალურგია გახდა. გიორგი როგორც კი 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა, მაშინ აქტიურად ჩაერთო არ მარტო ქვეყნის საუნივერსიტეტო სფეროს წარმატებაში, არამედ ქიმიური მეტალურგიის დარგის დაფუძნებაში. მანვე თურმე, მათ შორის მამის ნიკო ნიკოლაძის დახმარებითაც წამოიწყო ქვეყანაში მეტალურგიის მშენებლობა. იგი დგას ზესტაფონის ცნობილი მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის სათავეებთან და საინტერესო გახლავთ, რომ სამწუხაროდ გიორგი თავად ვერ მოესწრო მის მიერ დაარსებული მეტალურგიული ქარხნის დამთავრებას, მაგრამ მისი ღვაწლი აქ დაფასებულია და ეს ქარხანა დღეს მისი სახელობისა გახლავთ. უფრო მეტიც, მეტალურგთა ყველა შემდეგი თაობა გიორგი ნიკოლაძის მოსწავლეები და მოსწავლეთა მოსწავლეები იყვნენ. გიორგი ნიკოლაძე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. სწორედ ამიტომ იგი ძალიან დაინტერესებული იყო გეოგრაფიულ მეცნიერებათა განვითარებით და საქართველოში დგას გეოგრაფიული საზოგადოების დაარსების სათავეებთან და თავად იყო გიორგი ნიკოლაძე აი ამ საზოგადოებაში მთასწორობა მგზავრობის განყოფილების ხელმძღვანელი. ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, გიორგი ნიკოლაძემ საქართველოში პირველმა დაიწყო ტურიზმის როგორც დარგის განვითარებაზე ფიქრი. გიორგი ნიკოლაძის მრავალმხრივი ნიჭი რომ აღწეროთ, აუცილებელია გავხსენოთ, რომ 1923 წელს, როცა იგი მყინვარწვერზე ადის, საფუძველი ჩაიყარა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მაშინდელ ყოფილ საბჭოთა იმპერიაში სპორტული ალპინიზმის ისტორიას. და აქაც გიორგი იყო პირველი და შემდგომი თაობის ალპინისტები, ან გიორგის მეგობრები, ან მისი მოსწავლეები, ან მოსწავლეთა მოსწავლეები იყვნენ. მაშინ გიორგი ნიკოლაძე სპორტული ალპინიზმის სათავეებთან დგას, ამიტომაც შეგახსენებთ, რომ გიორგის სახელობის მწვერვალები არსებობს ხევსურეთისა და მდინარეეთის გამყოფ ქედზე და ასევე ამირზე. ნიშნავს მისი დიდი ღვაწლისა ქართული დასარტყმ მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში. გიორგი ნიკოლაძე სპორტის მრავალი სახეობის წარმომადგენელი გახლავთ. რთულია ჩამოთვალო მისი ინტერესების სფერო. მე არ შემიძლია დღეს თქვენ ჩამოგითვალოთ ყველა ის ტექნიკური მეცნიერება, რომლის სათავეებთან დგას გიორგი ნიკოლაძე, ან სადაც მან თავისი სერიოზული წვლილი შეიტანა. ასევე რთულია ვისაუბროთ ყველა იმ სპორტის შესახებ, რომლის აქტიური წარმომადგენელი ან სულად შემოტანილ საქართველოში იყო გიორგი ნიკოლაძე და სპორტის ასეთი სახეობა, რომლის სათავეებთანაც გიორგი ნიკოლაძე დგას, იყო ტანვარჯიში, სოკო, შევარდენი. მოგეხსენებათ, შევარდენს საფუძველი ჩეხეთში ჩაიყარა. გიორგი ნიკოლაძე დის პირველი ქართველი ტანვარჯიშე ქალის თამარ ნიკოლაძის ინიციატივით ხდება მაშინ ძალიან პოპულარული ტანვარჯიშეთა საზოგადოება შევარდენის სოკოლის, აი ამ სახელით იყო ცნობილი წევრი, მსოფლიოში
სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საერთაშორისო ასპარეზობებზე აღწევს ძალიან დიდ წარმატებას და შემდგომ უკვე საქართველოში მან და გიორგი ერმეტაშვილმა გაერთიანეს ორი სპორტული საზოგადოება, ამირანი და შევარდენი და ამის საფუძველზე საქართველოში დაარსებული იქნა სპორტულ პატრიოტული წარმომადგენელთა საზოგადოება შევარდენი, რომელიც ქარიზმატული გიორგი ნიკოლაძის გავლენით 20-იან წლებში ისეთი პოპულარული გახდა, რომ ყოველი მეორე ან მესამე ქართველი ახალგაზრდა, როგორც ვაჟი ასევე გოგონა, ხდებოდა შევარდენის წევრი და შევარდენის და ან ძმა, როგორც ეძახდნენ, ყოფნა ფრიად საპატიო საქმეს წარმოადგენდა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ შევარდენის სალამი აი ეს სიტყვები იყო. გუშაგო ერთსმარად. ასე ესალმებოდა შევარდენის ყოველი წევრი, ყოველი და ან ძმა ერთმანეთს და სიტყვები გიორგიმ დედისაგან აიღო. საინტერესოა, რომ ოლგა ალექსანდრეს ასული გურამიშვილი და ნიკო ნიკოლაძე ოჯახში შვილების პატრიოტულ აღზრდას უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ. ამიტომ ყოველი დილა მათ სახლში იწყებოდა სამი. დედა ეთყოდა შვილებს, გუშაგო ერის და შვილების პასუხი იყო ასევე ომახიანი. მაგრამ გიორგი ნიკოლაძე მეგობრებო საქართველოში საფრთხილამურო სპორტის სათავეებთანაც დგას. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ გიორგი ნიკოლაძემ და მისმა მეგობრებმა დააარსეს პირველი საფრთხილამურო სპორტის სადგური აკონიაში, თუმცა 30-იან წლებში მისი სახელი იქიდან ამოშლილი იქნა. გიორგი ნიკოლაძე დიდი ქართველი ტერმინოლოგიც გახლავთ. თუმცა აქაც რაღაცნაირად დავიწყებული იყო გიორგი ნიკოლაძეს ღვაწლი, მაგრამ მიხარია, რომ ბოლო პერიოდში პროფესორ ლია ხარუსთანიძის ხელმძღვანელობით აი ეს საქმე კვლავ ყურადღების ცენტრში ექცევა. საქმე იმაში გახლავთ, რომ სპორტული და ტექნიკური ტერმინოლოგია სრულებით არ არსებობდა. გიორგი ნიკოლაძემ და მისმა მეგობრებმა ეწოდებმა ტექნიკურმა ჯგუფმა ჯერ სოფელ დიგჯიხაიში და შემდგომ სხვაგან დაიწყეს მუშაობა ქართული სპორტული და ტექნიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაზე. ქართული ფუძეებიდან ქმნიდნენ სიტყვებს, 1000-მდე ტერმინი მოიფიქრეს და ქართულ ენაში დაამკვიდრეს. ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, ჭანჭიტი, ძრავა და ასე შემდეგ. 1000-მდე ერთეული ენაში დაამკვიდრეს. გიორგი ნიკოლაძის შესახებ დაუსრულებელ შეიძლება ვისაუბროთ. აგი ამბობენ, რომ გიორგი ნიკოლაძე საქართველოდან პირველი ქართველი ოლიმპიადის შეიძლება იყოს. დასასრულს მე მინდა ყველანი მოგიცნოთ ნიკო ნიკოლაძისა და გიორგი ნიკოლაძის სახნურ მუზეუმში სოფელ დიგჯიხაიში და აქვე ყველა შემოგთავაზოთ. გაეცნოთ და წაიკითხოთ ბატონი პატმასვიშვილის წიგნი ცხოვრება გიორგი ნიკოლაძისა, რომელიც პანორამულად წარმოვიდგენს ნაცნობი უცნობი, მაგრამ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ესօთნის საინტერესო ცხოვრებას.